ყველაფერი საქართველოს პატარა ქალაქი. ფოთიდან დაიწყო. შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქში, სადაც დიდი ოცნებები, ხშირად მოკრძალებულ გარემოში იბადება, დაიწყო ბიჭის გზა, რომელმაც წლების შემდეგ მსოფლიო კრების ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა. ფოთიდან ირლანდიამდე, ირლანდიიდან კი ოლიმპიური თამაშების მწვერვალამდე. ეს არის ისტორია შრომაზე, დისციპლინასა და ადამიანზე, რომელიც გამარჯვებებს ხმაურის გარეშე ქმნიდა. როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე, ოლიმპიური ჩემპიონი და პროფესიონალური კრივის ლეგენდა ქეთი ტეილორი თავის წარმატებაზე საუბრობდა, განსაკუთრებული მადლიერებით ახსენებდა ქართველ მწვრთნელს საურ ანდიას. ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, ჩემთვის კი მეორე მამასავითა. ასე აფასებდა ტეილორი ადამიანს, რომელმაც წლების განმავლობაში არა მხოლოდ ჩემპიონები გაზარდა, არამედ ირლანდიური კრების ისტორია შეცვალა. ფოთიდან დაწყებული გზა ირლანდიას გასცდა და საბოლოოდ მსოფლიოს კრების დედაქალაქამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებამდე მივიდა. ადგილი, სადაც ჩემპიონები იბადებიან, ლეგენდები იწერება და წარმატებას მხოლოდ საუკეთესოები აღწევენ. სწორედ ამ გარემოში დაიწყო საურ ანდიამ თავისი ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. მოგესალმებით შემდეგ ეპიზოდში ქრისტინესთან. დღევანდელი სტუმარი მინდა წარმატკინო და დარწმუნებულია, როდესაც ჩემი პოდკასტი გამოვიდა და ჩვენ დავიწყეთ ეპიზოდების გადაღება, ყველა ვინც უყურებდა ამ პოდკასტს, ელოდებოდა ამ ადამიანს ჩემთან სტუმრად. როდესაც მე ირლანდიაში ჩამოვედი და დავიწყე სამსახურები და სადაც მივდიოდი, დებულობდნენ, რომ ვიყავი ქართველი, როდესაც ამ ადამიანის სახელთაქვარს ვახსენებდი, თვითონ ირლანდიელები ძალიან დიდი პატივი სცემენ და სიამაყით საუბრობდნენ მასზე. 20 წელია ირლანდიაში ქმნის ირლანდიური კრივის ისტორიას. ჩვენი სტუმარია ბატონი საურ ანდია. დიდი პატივი სცემენ და სიამაყით მინდა კარგი გინოთ. მოგესალმებით ბატონო საურ. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ჩვენი ეპიზოდის სტუმარი. ჩემ რომელსაც სპორტსმენებს არა, ემიგრანტებს თვითონ მისცემდეთ აი თავდაპირველ ემიგრანტებს. რაც მიზანია ხო ყველაფერი წევა შემოვა თუ კარგად დაუბრუნდი ამ ყველაფერს და ერთმანეთს მეც შეეკითხებიან და ერთმანეთს ამოვიდნენ ხარში. და ემიგრაციაში გასწავლილი მეგობრობა, ხო, ყოველდღიური მეგობრობა თუნდაც მაგასა და პროდუქტი საქართველოში. ყველაფერი უსულ მიზანის საკუთი. რატომ მასალია უსულ ის მიეცი. სწორედ შემოგვიყვებით ერთმანეთს. აი ხო გეუბნებით ამ ქალაქში მეთქვი. ისე პრეი თქვენთვის რაღაცა სიმბოლოა, რატომაც დარჩით თქვენ პრეიში ცხოვრება, ეს საინტერესო ისტორია. ჩემთვის ზღვა. თქვენ ახლა ვართ შავ ზღვაზე გაძლილი ვარ, ჩვენ ზღვას სვის გარეთ მე ახლა იქ კოლორადოში მივდივარ, იქ ზღვა არ არის და ცოტა მაგარი ველებაა. მაგრამ ზღვა რო არის რაღაც მე სულ ყველაფერი თავისუფალია ჩემი. ზღვა ერთია, მე მეორე კიდევ აი ეს აფხაზეთის ვაგონებს ვიქით. ეს სანაპირო და ეს რაღაცა ისეთ მაგარ მახსენებს ამ ყველაფერს და ძალიან ჩვენერი ადგილია, მაგარი ადგილია. ამიტომ მე კიდევ ერთი რაღაცა აქ შემოსავლე 12 წელი ვარ ჩემი ქეთი ტეილორში. და ძალიან ბედნიერი რომ რაღაცა გარდამტეხა პერიოდში მოხდა ეს ჩვენი ჩაწერა თქვენი დახურების ისტორია ირლანდიურ კრებში, იწყებ ახალ ისტორიას ამერიკულ კრებში და ზუსტად ამ დროს ჩვენ ჩავწერეთ ეს ჩვენი საუბრები. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ ამ საუბრებით და იმედი მაქვს რომ ამერიკაში ჩამოვალ და შემდეგ ეპიზოდს ჩავწერთ თქვენთან. ხოდაშორის ამერიკაში ვიყავი. ამერიკაში იყავი, მაგრამ ამერიკიდან წავედი დიმაში.
ბრაზილიაში ვიყავით სამი კვირა. წერდი. აცები როგორ აქტიურობა ახლა საერთოდ აქტიურობა რა ვაშაული. და მე ჩინეთში ვიყავი ახლა და ფაქტორისტი ისეთი გუნდი აქვს რომ იმეც მაქვს რომ ოსკარი ამობზანდი ამერიკაში ამერიკა ძალიან საინტერესო ქვეყანაა პირველი რომ მოყვით მაგრამ აი კოლორადო სპრინგი ასაც ქვია რაღაც ძალიან ისტორიული საერთოდ ყველანაირი პირობებია შექმნილი რომ მიაღწიოს სპორტსმენები ის საქართველოს შესაძაც მოღვაწეობდით თუ იფიქრებით რომ აი ესე მესამე ქვეყანაში უკვე მოგიწევდათ თქვენი კარიერის გაგრძელება. საერთოდ იფიქრობდი რაღაცას მქონდა რაღაც ისეთი სპორტს წავალ თამაშობდი ერთად ვფიქრობდი მაგრამ იმდენად არა. პრომეთი ფოკუსირებული ვიყავი ჩემს სპორტსმენებზე და ექშინით მქონდა ძალიან დიდი სამუშაო რომ შედეგებზე მიმეხსია ნაკრებს სპორტში დაიტანაც 2 წელი ვიყავი უფრო სწნელი გიორგი კანდელაკოვაში პრეზიდენტ ფედერაციის 2 წელი რომ გავიდა მეორე კიდე ხელახლა მისცემ და მაშინ იყო ჩაწამულები და აპროპოს მიღებულები ხარჯი მე პარალელთან ჩავედი და უთხარი ყველა და წამოვედი ჩავდება პრომოვიდა და არის ვარ ოლიმპიადაზე და ფინალი და ფინალში არის ქელი ჰარინგტონი ფინალში. მოდი ტოკიოში ბალიზიაში ხო? გამოვედი და ხა მივდივარ და ყველა ჩაფიქრებული ვაიცი ყველა იმაში ფიქრებში ფოკუს ფოკუსირებს ყველა და ორიენტირებული და რა ვინ არის ის რა მოხდება რა უნდა ყველა რაღაცას ხობს რომ და ფიქრობ გულში რაღაცა უნდა თქვა რაღაც თქვა რომ ხალხმა ცოტა გაიღიმოს ან რაღაცა იგე რაღაც ასე არ შეიძლება დუმილი იგე და უცებ არ დაწვევს უცებ თქვი beautiful Irish weather ამიგე ესე იგი რა საყვარელი ირლანდიური ამინდიებეთი გამიგე და ავარდაც ისე ყველას ავიდი ის თქვი რომ დღეს ჩვენი დღეა მეთქი ამიგე და მართლა გახდა ჩემპიონი ეს გოგო ხოდა ამის მერე გასწორ სოფლიოში ვენდარდებოდა იმაში ლივერპულში გოგორი ფინალში ხოდა ახლა ამასაც ვეთქვი რაღაცას ვეთქვი ეს გოგო იყო იმაში ტოკიოში ოლიმპიადაზე კიდე იფა ევროპია გვერდზე რა თქვა მეთქი ახლა და ამდროულება ზაო ზაღი წვევს განეცი beautiful Irish და იმად ახსოვდა იქ რა თქვი და ვარდას რაღაც ჩემპიონი გახდა თქვა. ალბათ სიმბოლოდ იქცა თქვენი ეს. ჩემი მოსწავლე იყო ზურაბ სარსანიაკი გავიგეთ ყველას. საბჭოთა კავშირის სამჯერ ქონდა მოგებული. ევროპის ფინალისტი იყო. მაქსოვს სიაკვიერებას. შეჯიბრებაზე წავედი ტრანსპორტებზე და ბავშვი ყოდებოდი ყოველ წუთას. ხარი ღმერთია შენთან, აგერა ყველა, მე უნდა წავიდე მე და წავედი იქით. წავყევი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა იყო უდიდესი შედეგი საერთოდ იკლებოდა პრეზიდენტი იყო რა ყველა და სარატოვში ვიყავი და გახდა ჩემპიონი და ურეკავი მის მამას წონებულ ბიჭიკოს არსანიას და ბიჭიკო შენი შვილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონია შენ ბიჭი ხარ ვიცი რომ ბიჭი ხარ გავგეიზდი იგე ამაგარი მომენტი იყო და აქ ბიჭი შევეცნა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გაბიხდა ეს არსანიას და მე იმათ თქვა მაშინ აი ესე უნდა იყოსო ეს ათლია და მიღო უნდა იყოსო და ეგეთი რაღაცა და ფაქტურად ქართულად ძლიერი არაგან არა ისა ერთ-ერთი თავის რეკორდს ფონდო ვახსნის რაღაც უძლიერესი გენის ქვეყანა ვარ და დიდი სიყვარულიც მაგრამ ერთმანეთს სიყვარული უნდა ისწავლოთ მეტი რაც შეიძლება ესაა თავარი სულ რომ ძლიერი ძმელი მას შეუძლია მიახციოს თქოს ეხნება ის უნდა შორიზონარი და ძალიან ბევრ ნიშნავს ყველა მიაღწევს. არაფერი არ შეუძლებელი ჩემი აზრით. თავარია წმენა და თავარია მონდომება და შრომა. და ყველა წაგება და ყველა გამარჯვება და უნდა გასწავლოს რაცა და არ უნდა დაგამატულოს და დაგაბრძანოს პირიქით. ეგია თავარი მომენტი. მორალი უნდა გამოიყენოს. რა თქმა უნდა. ირლანდიიდან თქვენ წასვლით
კრიფ სპორტსმენებს არ დააყდებით. დააყდებით თითოეულ ქართველ ემიგრანტს, ვისაც თქვენი იმედი ჰქონდათ, თორსა აქ ჩამოდიოდნენ და ესეც არიან ძალიან ბევრი. იმეჟოში დღეს დაბადდება და დამწამიტანად რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეს კომუნიკაცია და მარტო კომუნიკაცია თქვენი გლოდ ამ ადამიანებს მეთქვა ჩამოდიან იმედიაში. რაღაცა ფიდატებულებად თავი, იმიტომ რომ ბარტონის აური არის იქ. და მოგხედავს აი ესე ვთქვათ და ძალიან ბევრია ჩემი ახლობლებიც ვინც ჩამოსულა სულ სმენია ამის შესახებ. რა შეიძლება ის რომ ადამიანების იმედი ხართ არა მარტო კრიფში კიდე ერთხელ უბრალოდ თქვენი თავქავანებისა და თავათელების თქვენი ქართველების და თუ პირამიდაში შეგვიძლია გააკეთო და ადამიანთა ერთმანო ამაზე უკეთეს რას იცავ ეს არის ბეთუნა მადლიერი ვარ ჩემი თავის თუ რამე შემიძლია ვინმე სამი გავუკეთო და შესაძლოა მე კი მივიდივარ ამერიკაში მაგრამ აქ ძალიან ძლიერი ქართულობაა ჩემი სამეგობრო ჩემი სანაცესაო აქანე ყველაზე ეხმარებიან იგენიც და მე იქიდან ასე ვეხმარები ყოველთვის შეიძლება ყველაფერს პოლიტურები შემიძლია არ დავიხელია ესა რა მეტი დავარტყეთ ესა თავარი რომ რომელს შეიძლება ყველაფერს ამოვიდგეთ ხარში ესა ჩემი თავი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი, ძალიან საინტერესო. მე პირადად ძალიან არ ვახევარ ამ ეპიზოდს. გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე და თუ მოგეწონათ ჩვენი საუბრები, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე და ასევე არ დაგავიწყდეთ, სანამ დაალაიქებთ, სანამ კომენტარს დაგვიწერთ, ჯერ გამოიწერეთ. შემდეგ ეპიზოდამდე. ეს არის საურანთიას ისტორია. ქართველი მწვრთნელის, რომელმაც ფოთიდან დაწყებული გზა მსოფლიო კრივის ყველაზე დიდ არენებამდე მიიყვანა და საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ ნამდვილი გამარჯვებები ადამიანის სახელზე უფრო დიდ კვალს ტოვებს, ვიდრე ნებისმიერი მედალი. And Georgian man